ზოგჯერ მეკითხებიან რა არის შენთვის ბედნიერებაო. ერთ ისტორიას მოგიყვებით. შესაძლოა არ იცით, მაგრამ სკოლებს შორის სტარდებოდა ფეხბურთში ჩემპიონატი. რასაკვირველია იყო ოლიმპიური სისტემით და შემდეგ ეტაპზე გავედით და დაღლილ დაქანცულები ბრუნდებოდით სახლში. იქვე შორიახლოს შევნიშნეთ თონე. რაც ხურდები გქონდა, ავაგროვეთ და რამდენიმე ლავაში ვიყიდეთ. სადღაც 5-6 ვიქნებოდით და 1 ან 2 ლავაში გვეყო გასაძღომად. ხო და იქ იმ ნაცრისფერ ასფალტზე გაზიარებულ პურს ისეთი გემო ჰქონდა, რომელსაც ვერც ერთი რესტორანი და ვერც ერთი ფუფუნება ვერ გადაფარავს, ჩემთვის პირადად. მაშინ ფული არ გქონდა, რასაკვირველია, მაგრამ გქონდა ის, რაც დღეს ბევრს აკლია. ნამდვილობა. რასაკვირველია, დღესაც იმავე პრინციპით ვცხოვრობ. თავის აქებრად არ ვიძახი ამ ყველაფერს. არასდროს მყოლია მანქანა, არასდროს მჭერია ხელში iPhone-ი. და რაც მთავარია, არც არასდროს მქონია ამის სურვილი. ზოგიერთებისგან განსხვავებით. ჩემი თავისუფლება ნივთებზე არ გადის. მე არ მჭირდება ბრენდები იმისთვის, რომ ჩემი ფასი ვიცოდე. ერთ რჩევას მოგცემთ მეგობრებო, ცხოვრება მაშინაა ლამაზი, როცა შენი შინაგანი სამყარო უფრო მეტს იწონის, ვიდრე ის, რაც ჯიბეში გაქვს. რასაკვირველია, ნამდვილი გემო იმ ცხელ ლავაშია, მეგობრებთან ერთად რომ გატეხავ და არა მილიონიან სუფრებში. როცა ადამიანი ფეხით დადიხარ, შენ გრძნობ მიწას, ხედავ ადამიანების თვალებს, ამჩნევ ფოთლების ფერს და არ ხარ გამოკეტილი რკინის ყუთში, რომელიც მხოლოდ შენი სტატუსის დასამტკიცებლად იყიდე. მაგალითად iPhone-ი. ხშირად მიყურებენ გაკვირვებით, როგორ შეიძლება 21 საუკუნეში არ ქონდეს ამბიცია, ფლობდე უახლეს iPhone-ს. მე რასაკვირველია მეღიმება, რადგან ვიცი, რაც უფრო მეტ ნივთს იხვეჭს ადამიანი, მით უფრო მეტად ხდება მათი ტყვე. მე კი არასდროს გავხდები რაიმეს ტყვე. დარწმუნებული იყავით. არ მჭირდება ეკრანის მაღალი გარჩევადობა იმისთვის, რომ სამყაროს სილამაზე დავინახო. ჩემი თვალები ისედაც ხედავენ იმას, რასაც ვერც ერთი ლინზა ვერ დააფიქსირებს. ნამდვილ ემოციას, გულწრფელ ღიმილს და იმ სიმშვიდეს, რომელიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა სხვის დასანახად კი არა, საკუთარი სიმართლით ცხოვრობ, ადამიანი. გაგიკვირდებათ და დღესაც როცა თონის პურის სუნს ვიგრძნობ, ისევ ის ბიჭი ვხდები, მებრძოლი, დაღლილი, მაგრამ წარმოუდგენლად მდიდარი, თავისი მეგობრებითა და პრინციპებით. მე არ მჭირდება ბრენდები, რომ ჩემი ფასი ვიცოდე, რადგან ჩემი ფასი ჩემს სიტყვაშია, ჩემს ერთგულებასა და იმ მოგონებებშია, რომლებიც არც ერთ აუქციონზე არ იყიდება. ხო, ისე გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი რამეები უფასოა. ჰაერი, რომლითაც სუნთქავ, მეგობარი, რომელიც გისმენს და ის ცხელი ლავაში, რომელსაც შუაზე გატეხავ და ხვდები. აი ეს არის ნამდვილი სიცოცხლე. როცა შენ ჯიბეს iPhone-ი არ ამშვენებს, არ გაქვს იმის შიშიც, რომ ეკრანი გაგებზარება ან მოდელი მოგიძველდება. როცა მანქანა არ გყავს, არც საცობები გიშლის ნერვებს და არც პარკინგზე ნადირობაა შენი ყოველდღიურობის ნაწილი. ეს არ არის ეკონომია ან იძულება. ეს არის არჩევანი, კონდეს ნაკლები სადარდებელი და მეტი დრო საკუთარი თავისთვის. რასაკვირველია, ჩემი ცხოვრების ტემპი ჩემ ნაბიჯებზეა დამოკიდებული და არა საწვავის მაჩვენებელზე. რამდენი ლიტრი ბენზინი ასხია მანქანაში. მე ისევ იმ ცხელი ლავაშის ერთგული დავრჩი, არა იმიტომ, რომ სხვა არაფერი მინახავს, არამედ იმიტომ, რომ ეს გემო ყველაზე ნამდვილი აღმოჩნდა. ამიტომ გირჩევთ მეგობრებო, შეიძლება ჩემი ეს სიტყვები რაღაცა ქადაგებასავით ჟღერდეს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მე უბრალოდ თქვენთვის კარგი მინდა და კარგს გირჩევთ ყოველთვის. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ დაძდევთ მოდას, დაძდევთ იმ ნივთებს, იპოვეთ ის, რაც არის მუდმივი, მეგობრები, ახლობლები და ეძებეთ ბედნიერება და ეძებეთ სიკეთე. აი ეს არის ცხოვრების არსი და არა iPhone 7 გექნება, iPhone 17 თუ iPhone 27. ისიც არ ვიცი რომელია წელს გამოსული. აი ეს არის ჩემი ცხოვრება. თავს კი არ ვიქებ, უბრალოდ არ მაქვს იმის ინტერესი. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არაფრით გამორჩეული.